ბიჭები ერთი მუშაობს მარტოსუნათელი მეორე მუშაობს მარტოსუნათელი დავალება გასაგებია ერთი მუშაობს მარცხენა პირდაპირ მეორე მუშაობს მარტოსუნათელი ცოტნახევარი ერთი მუშაობს ცოტნახევარი მეორე პარიზის ოლიმპიადის ორი ლიცენზიატი მოკრივე ლაშა გურული და გიორგი ყუშიტაშვილი საქართველოს ნაკრების სხვა წევრებთან ერთად დასკვნით შეკრებას გოლში გადიოდნენ მთავარი მწვრთნელის ბეჟან ჭიჭინავასა და მწვრთნელის ილია ტლაშაძის ხელმძღვანელობით. ეხლა ვიმყოფებით კრივის დარბაზში, ესაც საცვლელი შეკრება გორში იმართება, ისიც რომ ორი მონაწილე ყავს ჩვენ აქვს და რა თქმა უნდა, ყველანაირად მოტივირებულები არიან, რომ დიდ წარმატებას მიაღწიონ. ჩვენი დელეგაციის სახელით მინდა წარმატებები უსრო ჩვენ სპორტსმენებს, იმედია რომ ეს წარმატებები გვექნება პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე. დღეს ვიმყოფებით ქალაქ გორში დასკვნით ეტაპზე პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის მიმდინარეობს ტაქტიკურ-ტექნიკური მზადება, სადაც ჩვენი ორი ოლიმპიელი ლაშა გურული და გიორგი ყუშიტაშვილი მიიღებენ მონაწილეობას ოლიმპიურ თამაშებზე. რაც შეეხება ბიჭებს და ბიჭების მომზადებას, ბიჭებმა გაიარენ ძალიან რთული გზა და მოიპოვეს ოლიმპიური ლიცენზიები და დღეს მზად არიან რომ ოლიმპიადაზე აიღონ მედლები. ოლიმპიადა თავისებური არის ჩემპიონატია, ვფიქრობ რომ რაც შეიძლება მეტად ფსიქოლოგიად უნდა მოემზადონ და ორივე ისეთი მოკრივეა რომ აუცილებლად შეუძლია ოქროს მედალზე იბრძოლო. ოლიმპიადის კრივის ტურნირი 27 ივლისს იწყება. 4 აგვისტომდე შეჯიბრებას უმასპინძლებს ჩრდილო პარიზის არენა, ქალაქის გარეუბან ვილე-პანჩი, ხოლო დასკვნითი ბრძოლები 6-დან 10 აგვისტომდე როლან გაროსის დახურულ კორტზე გაიმართება. გათამაშდება მედლების 13 კომპლექტი, 7 კაცებში, 6 ქალებში. წინა ოლიმპიადისგან განსხვავებით, ქალების ტურნირს ერთი წონა მოემოტა, ხოლო კაცებს დააკლდა. შესაბამისად, ოლიმპიადის საკრივო ტურნირის ფორმატი მკვეთრად განსხვავდება კლასიკურისგან, კაცთა 13 და ქალთა 12 წონითი კატეგორია. ევროპის 2022 წლის ჩემპიონატი ქართველებისთვის არნახულად წარმატებული იყო 3 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი. ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე კი 2021 და 2023 წლებში 5 მედალი მოიპოვეთ, თუმცა ფორმატის ცვლილების შემდეგ ქართველი მოკრივეების უმეტესობას ოლიმპიადის ლიცენზიის მოსაპოვებლად წონის შეცვლა მოუხდა. სულ 3 საკვალიფიკაციო შეჯიბრება გაიმართა. პირველი იყო 2023 წლის ევროპული თამაშები კრაკოვში. 7 ქართველიდან მიზანს მიაღწია ლაშა გურულმა. რუსთაველმა მოკრივემ ფინალამდე 4 ბრძოლა მოიგო. მის წონაში ლიცენზიას ნახევარფინალისტები იღებდნენ. პარიზის საგზურის მოსაპოვებლად 1 ბრძოლის მოგება დააკლდა ევროპის ჩემპიონ არტუშ გომციანს 57 კილოგრამი. ლაშა გურული 27 წლისაა, ორჯერ იყო მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, ევროპის ჩემპიონატებზე 2 ვერცხლის მედალი აქვს. ეს ყველაფერი მან 67 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოახერხა, კრაკოვში კი ლიცენზია ქვედა წონაში 63,5 კილოგრამში მოიპოვა. რაც შეეხება ოლიმპიურ თამაშს, შემიძლია ვთქვა, რომ მზად ვარ, რა ვიცი, გავიარეთ საკმაოდ კარგი ეტაპები ამ წელს. ერთი წელია ვემზადებით ოლიმპიურ თამაშებისთვის, კონკრეტულად უკვე 6 თვე არის, რაც ოლიმპიადისთვის მიდის მზადება. ვიყავი ტურნირზე, დავამარცხე მოქმედი მსოფლიო პრიზიორი, მე ევროპის ჩემპიონატზე მივიღე მონაწილეობა, იქაც გავხდი ვიცე-ჩემპიონი და ეხლა, რავი, გავდივართ ბოლო დასკვნით ეტაპს, დავიკელი წონა, რავი, განწყობა საჩემპიონო არის, მზად ვარ ესე რომ ვთქვათ. ბევრს ვერაფერს ვერ ვიტყვი, დანარჩენს გვაჩვენებს რინგი და ბრძოლა. ამ წონაში ოლიმპიადაზე 20 მოკრივე გამოვა. გურული განთესილი უნდა იყოს და პარიზში მაქსიმუმ 4 ჯერ გავა რინგზე. 63,5 კილოგრამი 20 მონაწილე. სოფია ნუმია საფრანგეთი, ლაშა გურული საქართველო, 딘 კლენსი ირლანდია, რიჩარდ კოვაჩი უნგრეთი, იუგურტა ბეკა ალჟირი, ლაიჩუენი ტაიპეი, ბუნიონ სინსირი თაილანდი, ვაიატ სენფორდი კანადა, მიგელ რამირესი მექსიკა, ჰარი გარსაიდი ავსტრალია, ხესუს კოვა ვენესუელა, ობადა ალ-ქასბე იორდანია, რუსლან აბდულაევი უზბეკეთი, ბახოდურ უსმანოვი ტაჯიკეთი, რადოსლავ როსენოვი ბულგარეთი, ოიერ იბარეჩე ესპანეთი, ერისლანდი ალვარესი კუბა, მალიქ ჰასანოვი აზერბაიჯანი, ბაზარბაი მუჰამედ საბირი ყაზახეთიდან, პებერტონ ლელე სოლომონის კუნძულები.
გურულის გარდა ფავორიტებს შორის იქნებიან მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ფრანგი სოფია ნუმია, მსოფლიოს ბოლო ჩემპიონატის ფინალისტი კუბელი ერისლანდი ალვარესი, თუმცა ოლიმპიადაზე სუსტი მეტოქე არ არსებობს. ბოლო წლების თავი ფავორიტები კი თითქმის ყველა წონაში ყაზახი და უზბეკი მოკრივეები არიან. გურული ბრძოლაში 29 ივლისს მეოთფინალიდან უნდა ჩაერთოს. 1 აგვისტოს მეოთხედფინალია, 4-ში ნახევარფინალი, ფინალი 7 აგვისტოსაა დანიშნული. ლაშა გურული 63 ნახევარში იასპარეზებს, არის დღეს დღეობით მსოფლიოში განთესილი, ოლიმპიურ თამაშებზეც განთესეს. როგორც ასეთი 3 წელიწადია ნომერ 1-ად არის განთესილი მსოფლიოშიც და ისეთ მოხდა, რომ განთესვაში ოლიმპიურ თამაშებზეც არის მოხვედრილი. რაც შეეხება მის მზადებას, ლაშა დღესდღეობით ფუნქციონალურად ძალიან კარგად არის, ახლა მიდის ტაქტიკური, ტექნიკური ხარვეზების ამოღება, მაქსიმალურად რო დაიხვეწოს მისი ტაქტიკა, ტექნიკა და მზად არის რომ იჩხუბოს ოლიმპიური თამაშები. მომდევნო საკვალიფიკაციო ტურნირი მარტში იტალიის ქალაქ ბუსტო არსიზიოში გაიმართა და იქ მოასპარეზე 5 ქართველიდან მიზანთან ყველაზე ახლოს იყო გიორგი ყუშიტაშვილი, რომელიც 3 მოგების შემდეგ სალიცენზიო ბრძოლაში უზბეკ ლაზიზბეკ მულოჯონოვთან დამარცხდა. ყუშიტაშვილი ჩვეულებრივ 86 კილოგრამის მოკრივეა. 2023 წლის ევროპულ თამაშებზე მან ბევრი დაიკლო და 80 კილოგრამის პირველივე წრეში წინა ოლიმპიადის ფინალის უკრაინელ ოლექსანდრ ხიჟნიაკთან დამარცხდა. შემდეგ კი 92 კილოგრამში აიმარცხა. მიზანს მან ბოლო სალიცენზიო ტურნირზე უწია თაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში. გიორგი 4 ბრძოლა მოიგო, მათ შორის გადამწყვეტი ამერიკელ ჯამარ ტეილისთან 3-2. ამავე ტურნირზე 3 მოგების შემდეგ იორდანიელ ზიად იშაიშთან დამარცხდა ევროპის ლევანდელი ჩემპიონატის ფინალისტი და ტოკიოს ოლიმპიადის მონაწილე ესკერხან მადიევი 71 კილოგრამი. გიორგი ყუშიტაშვილი 28 წლისაა. დაიბადა საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულში. ევროპის 2022 წლის ჩემპიონი და მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია 86 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში. მე ვარ გიორგი, პატარძეულელი ბიჭი ვარ. ლიცენზია მოვიპოვე ჯერ 80 კილოში დავიკილი, короче. 80 კილოში ვერ წამივიდა რა წონის კილებამ შემჭამა. ის იყო რა, ეს გულისნას დავიკელი. მე ამოვიწე 98-ში. ამ წელიწადს ჩავატარე 12 ბრძოლა, 3 შეჯიბრი, 2 სალიცენზიო, 1 სტრაზე, 1 უძლიერეს შეჯიბრი რა მსოფლიოში, კრივში. 14 ბრძოლა ჩავატარე, 11 მოვიგე, 1 წავაგე, მეორე პირველი სალიცენზიოზე. მეორე გამოდის ჩარშან ვიჩხუბე ევროპულ თამაშებზე, იქ პირველი ჩხუბს წავაგე 80 კილოში, ამოვიდე 98-ში. და პირველი სალიცენზიოზე მე-4 ბრძოლაში წავაგე, ცოტა ესეთი ტოლული ჩხუბი იყო, რავნი ჩხუბი იყო და წავაგე. მე წავედი მეორე სალიცენზიოზე, მე 3 შეჯიბრი გამოვიდა ამ წელიწადს. წავედი ტაილანდში. ტაილანდში ვიჩხუბე 4 ბრძოლა, ბოლო ჩხუბა დავამარცხე ამერიკელი. იქა კაი შეჯიბრი იყო 130 ქვეყანა. მოვიპო ლიცენზია, ახლა ვიმზადებით ოლიმპიადაზე. მინდა გამარჯვება, მივიდივარ ოლიმპიადაზე გასამარჯვებლად, რომ გავიმარჯვო რა. იქ რინგი გვანახებს. თავს კარგად უზნობს, მომზადება კარგად მიდის, ყველაფერი კარგად არის. 92 კილოგრამი, 16 მონაწილე. ჯეკ მარლი ირლანდია, აზიზ მუიდინი იტალია, ოლაიტან ოლაორე ნიგერია, ჰანს იუჭენი ჩინეთი, დავლათ ბოლტაევი ტაჯიკეთი, კენო მაჩადო ბრაზილია, ჟულიო სეზარ ლაკრუსი კუბა, ატო პროდიცკი სამოა, ლაზიზბეკ მულოჯონოვი უზბეკეთი, ემანუელ რეიესი ესპანეთი, აიბეკ ორალბაი ყაზახეთი, პატრიკ ბრაუნი ბრიტანეთი, ვიქტორ სხელსტრეტე ბელგია, მატეუშ ბერეჟნიცკი პოლონეთი, ლორენ დომინგესი აზერბაიჯანი და გიორგი ყუშიტაშვილი საქართველო. მეოთფინალი 28 ივლისსაა, მეოთხედფინალი 1 აგვისტოს, ნახევარფინალი 4-ში, ჩემპიონის ვინაობა 9 აგვისტოს გაიგება. ყუშიტაშვილის მთავარი მეტოქეები იქნებიან ორგზის ოლიმპიური და 5გზის მსოფლიო ჩემპიონი კუბელი ჟულიო დელაკრუსი, მსოფლიო ჩემპიონი აზერბაიჯანელი ლორენ ალფონსო დომინგესი, ევროპის ჩემპიონი იტალიელი აზიზ მუიდინი და აზიის ჩემპიონები უზბეკი მულოჯონოვი და ყაზახი ორალბაი. რაც შეეხება გიორგი ყუშიტაშვილს, გიორგი ყუშიტაშვილიც ჩვენი ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო პრიზიორი, ძალიან რთული ბადე გაიარა წლევანდელი წლის, იმიტომ რომ დაწყებული პირველი სალიცენზიო, მეორე სალიცენზიო ტურნირზე, უკვე მეორე სალიცენზიო ტურნირი უკვე ძალიან თუ უსკერდა, ვინმე რომ ძალიან მძიმე ბრძოლაში ჩვენ ამოვგლიჯეთ ამერიკელს მოუგო და
დღესდღეობით ეხლა უკვე რეაბილიტაცია უკვე გავლილი აქვს და მზად არის რომ ოლიმპიადაზე მიიღოს მონაწილეობა და ქვეყანას მოუტანოს медали. კრივი ოლიმპიადის პროგრამაში 1904 წლიდანაა. ქართულ მოკრიბეების ანგარიშზე ორი ბრინჯაოს მედალი 1992 წელს გაერთიანებულ გუნდში ეს მოახერხა რამაზ ფალიანმა, ხოლო 2000 წელს მძიმეწონოსანმა ვლადიმერ ჭანტურიამ, უკვე დამოუკიდებელი საქართველოს სახელით. დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მსოფლიო ჩემპიონი მოკრივეა გიორგი კანდელაკი ზემძიმე წონა 1997 წელი. ერთ-ერთი დიდი პრობლემა გვაქვს ყველაზე მთავარი, რომ ეს ბიჭები ყველას მოუწია შეიცვალა გასულ ოლიმპიადაზე სხვანაირად იყო წონით კატეგორიები, ამ ოლიმპიადაზე ისევ ცვლილება შეიტანეს და ყველა ბიჭებს მოუწია აბსოლუტურად ჩვენი წამყვანი სპორტსმენები ვინც არიან წონების შეცვლა. იგივე სახილალა ხვერდოვს, იგივე არტიუშ გომციანს, იგივე შეიძლება ითქვა გურული ორივე წონაში, მაგრამ დღესდღეობით ლიცენზიასტია, იგივე ჩვენი გიორგი ყუშიტაშვილი აიღე 86 კილოში არის ერთ-ერთი ლიდერი და დღესაც შეუძლია 80 თავის წონაში, სადაც ჩატარდება ევროპის ჩემპიონატი, რომ თავისუფლად შეუძლია ოქროს მედალი გაიმეოროს, მაგანაც ავწიეთ ზევით და აქედან გამომდინარე, აი ესეთ მძიმე პირობებში ბიჭებმა ეს გადალახეს, ორი ლიცენზია მოვიპოვეთ, შეიძლებოდა მეტის გაკეთებაც, მაგრამ მე პირადად როგორც მწვრთნელი კმაყოფილი ვარ ბიჭებმა ჩადეს ყველაფერი, იბრძოლეს, იმუშავეს, იშრომეს და უფალი იყოს მათი ფარველი და ყველას ვისაც გაუხარდება მათი წარმატება.